შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული ჯარიმის 50%-ის გაუქმების წესი დაამტკიცა. საუბარია კომპანიებისთვის საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმების 50%-ის გაუქმების წესზე, რაც სავარაუდოდ საგადასახადო დავალიანებების ნებაყოფლობით გადახდის წახალისებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსში მსგავსი ჩანაწერი აქამდეც არსებობდა. რამდენად იყენებდა ბიზნესი ამ მექანიზმს და რატომ გახდა საჭირო საგადასახადო კოდექსში მიღებული ცვლილებებიდან 7 წლის თავზე მსგავსი მეთოდური მითითების გამოცემა. ელენე გოგბერაშვილი ესაუბრა აუდიტორებს და შეფასებებს პირდაპირ ეთერში გაგვასწრებს. ელენე, მოგესალმები და გისმენ. მოგესალმებით. ნუცა შემოსავლების სამსახურის მიერ 26 სექტემბერს გამოცემული მითითება საგადასახადო დარღვევების შემთხვევაში დარიცხული ჯარიმების ნაწილის გაუქმების შესაძლებლობას განმარტავს. საუბარია კომპანიებისთვის საგადასახადო შემოწმებების შედეგად დაკისრებული ჯარიმების 50%-ის გაუქმების წესზე. ინიციატივა დიახ სავარაუდოდ საგადასახადო დავალიანებების ნებაყოფლობით გადახდის წახალისებას ისახავს მიზნად, რადგანაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმები მრავალ შემთხვევაში კომპანიების მხრიდან საჩივრდება, რაც მათი გადახდის პროცესს ახანგრძლივებს და როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კომპანიისთვის დამატებით იურიდიულ ხარჯებს წარმოშობს. მექსია ჯორჯიას მმართველი პარტნიორის დავით მამრიკიშვილის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 269 მუხლში მსგავსი ჩანაწერი აქამდეც არსებობდა, თუმცა აღნიშნული თემატური მითითების გამოცემის შედეგად დაზუსტა რიგი დეტალები, მათ შორის რომელი საგადასახადო მოთხოვნის დროს შეუძლია ბიზნესს აღნიშნული მექანიზმი გამოიყენოს. აღნიშნული მეთოდური მითითების გამოცემის შემთხვევაში დაზუსტა გარკვეული დეტალები, თუმცა ის მომენტ, ბიზნესისთვის მაინც ცნობილი იყო. აღნიშნული ნორმა უბრალოდ გარკვეული დეტალები დაზუსტდა და კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, რომ ეს ეხება მხოლოდ პირველ საგადასახადო მოთხოვნას და არა კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, რაც მნიშვნელოვანი არის, რომ ამ დაზუსტდა მეთოდურ მითითებაში. თუმცა აქაც ჩემი მოსაზრება არის, რომ თლაც სამართლიანი ამ ნაწილში არ არის, რამე თუ შესაძლებელია სადაო საკითხი იყოს ერთი, მაგრამ ვეთანხმებოდეს გადამხდელი დაუშვათ მეორე საკითხს და ერთ ნაწილი, იმ ნაწილში რომ ერთში დაეთანხმოს და გამოიყენოს ეს ნორმა და მეორე საკითხი სადაო გახადოს, ამის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს. შეღავათი ეხება მხოლოდ იმ ჯარიმებს, რომლებიც დარიცხულია კონკრეტული შემოწმების შედეგად და ის არ დაფარავს ადრე არსებულ საგადასახადო დავალიანებებს. აღნიშნული წესით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც საგადახდო შემოწმების შედეგად ირიცხება მხოლოდ ჯარიმა, ან და გადასახადთან და ჯარიმასთან ერთად ასევე გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება გადასახდელი მოსაკრებელიც. კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორის შეფასებით, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითება კოდექსში არსებული გარკვეული ბუნდოვანი ჩანაწერების განმარტებას იძლევა, თუმცა მეორეს მხრივ კანონის მიღებიდან 7 წლის თავზე მისი გამოცემა გარკვეულ კითხვებს ბადებს, ხომ არ უკავშირდება ეს ბიუჯეტის შევსების პრობლემას და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი საგადასახადო შემოწმებაა დაგეგმილი, ხომ არ მოხდება კომპანიებისთვის ხისტად გადასახადების დაკისრება, რა პრაქტიკასაც მისი თქმით წლების წინ ნამდვილად ჰქონდა ადგილი. გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ უკავშირდება ეს იმ პერიოდს, რაც დაუშვათ მაგალითად გამოწვეული არის ბიუჯეტის შევსების რაღაც გარკვეული პრობლემებით. ხომ არ იგეგმება, ვიცით რომ ძალიან ბევრი შემოწმება არის დანიშნული და რაღაცა გაჩერებული იყო ეს პერიოდი, საგადასახადო შემოწმებები. ეხლა ეს მე მგონი საიდუმლო არ არის და ხომ არ მოხდება რაღაც ისე როგორც ხდება ხოლმე 4-5 წელიწადში ერთხელ რომ ბიუჯეტის შევსებიდან გამომდინარე არის რაღაც გარკვეული პრობლემები და ხდება ხოლმე ხისტად გადასახადის დარიცხვები და რაღაცა ესეც ცდილობს შემოსავლების სამსახური თანხების მობილიზებას. მართალია ბოლო წლებში ეს არ მომხდარა, მაგრამ 1-4-5 წლის წინ ესეთი ფაქტები გვახსენდება, ხო? ნახოთ, თავარი არის ამ ნორმის გამოყენება არ მოხდეს ბოროტად და კანონსაწინააღმდეგოდ და ცალკე აღებული ის ფაქტი, რომ ესე რო ვთქვათ, ნორმა დაზუსტდა და ეს ორაზროვნება აღმოიფხრა, ეს ბუნებრივია, ცალკე აღებული ცუდს არაფერს არ ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ ისარგებლებს ჯარიმის შემცირებით იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო მოთხოვნა დაკავშირებულია ისეთ სერიოზულ დარღვევებთან, როგორიცაა გადასახადის უკანონო ჩათვლა, ფიქტიური გარიგების ან ყალბი დოკუმენტით, ან ისეთი დარღვევის დროს, როცა ადგილი ჰქონდა ყალბი დღგ-ს ანგარიშ ფაქტურის გამოწერას, ან ფიქტიური ოპერაციის დაფიქსირებას. წარმოდგენილი ცვლილებები 2025 წლის 22 სექტემბრიდან უკვე ძალაშია. მადლობა ელენე გოგბერაშვილი, რომელმაც შემოსავლების სამსახურის ახალ მითითებასთან დაკავშირებით დეტალები გაგვასწრეთ.